ანსამბლი Geofolk, რომელიც 2011 წლიდან გვატკბობს თავისი საოცარი შესრულებით, ქართული ხალხური, საეკლესიო საგალობლები, ქალაქური სიმღერები, უცხოური სიმღერები და რაც ყველაზე მთავარი, ამ ყველაფრის ნაზავი, რომელიც სიახლე აღმოჩნდა წლების წინ ქართველი მსმენელისთვის და თან ძალიან სასიამოვნო სიახლე. ბეჟან წინწალაშვილი მომღერალი და მულტი-ინსტრუმენტალისტი 50-მდე საკრავს იმორჩილებსო ეს ინფორმაცია გავიგე და ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის და დავით ვალაძე ანსამბლის ხელმძღვანელი არიან ჩვენთან ერთად. დილა მშვიდობის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ასე დაატყვეთ ჩვენი დღევანდელი ეთერი. კვილხმიანად დაიწყო ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი. 2011 წლიდან შემოხვედით ასევე ასე ვთქვათ ქართულ ტელესიფრცეში, როგორ გაჩნდა ეს იდეა, სად იპოვეთ ერთმანეთი და არის თუ არა დღეს ანსამბლი ინფორმით წარმოდგენილი, რაც იდეაშივე მაშინ იდოდათ რომ ყოფილი. როგორც რა თქმა უნდა, სპირაცება ხოლმე ანსამბლი არის რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმია და ანსამბლის წევრებიც მოდიან, მიდიან, მაგრამ ის თავარი იდეა რაც იყო ეს თავიდანვე ის დარჩა, კერძოდ ეს იყო რა თქმა უნდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა და მასთან ერთად უცხოური სიმღერების განმავლობა ქართული მუსიკალური, ასე ვთქვათ, ელემენტებით. ან შეიძლება ითქვას პოლიფონიური ელემენტებით და ჩვენ ჩავყალიბდით 2011 წელს. დაიწყო ეს ყველაფერი საკმაოდ ესეთ ქართული რეალობისთვის ძალიან ჩეულ რეჟიმში, როდესაც ქართულ სუფრასთან ერთად ვთქვათ მეგობრები, კეიფი, ქართული სიმღერები და თანყავდნენ ჩვენი უცხოელები იყვნენ, ჩვენ ახლობლები იყვნენ ჩვენ სუფრასთან, ისრაელიდან ჩვენი მეგობრები და ახლობლები და შემოგთავაზეს ესეთი პროექტი მოკლედ ებრაელებმა, რომ რატო შეიძლება რომ გააკეთოთო ესეთი ფოლკ ტურებიო და დაარქვათო თქვა პირობითად ჯეოფოლკ ტურიო, აი ამ თქვენს ამ შემოქმედებასო და უცხოელებს და ტურისტებს გააცნოთო ამ კუთხითო თქვენი კულტურა და ქვეყანაა და ეს ასეც ერქვა ხო ჯეოფოლკ ტური საწყის პერიოდში. ასე დაიწყო ყველაფერი და მე შემდგომ წლებში უფრო ჩვენ მივხვდით რომ მარტო ტურისტული პროექტის ფარგლებში არ ღირდა ამ პროექტის გაკეთება და უფრო და უფრო მე ჩვენ განვავრცეთ ეს იდეა სხვადასხვა ჰანგების შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის ერების მაგრამ ყოველთვის რაც ახლავს ჩვენს პროექტს ჩვენს მუსიკალურ პროექტს ის არის რომ რა სიმღერაც არ უნდა ჩვენ შევასრულოთ იქნება ეს უცხოური თუ ჩვენი ტრადიციული მრავალხმიანობა ყოველთვის რა თქმა უნდა აქცენტი გვაქვს ქართულ პოლიფონიაზე და ეს არის ჩვენთვის უმთავრესი. რა თქვენ შემთხვევაში ეს არის სინთეზირებული ქართული მრავალხმიანობა და უცხოური სიმღერები. ეს იდეა თავიდანვე იყო ასე თუ შემდგომ უკვე თქვენ შემდგომ განვითარდა საიდან გაჩნდა? თავისთავად წამოვიდა ეს ყველაფერი ვინაიდან ესე იგი, როდესაც უცხოელებთან რო ვიყავით რამოდენიმე თქო ღონისძიებაზე და უცხოური კერძოდ ესეც მახსოვს ხო, ესე იგი, მოხდა ისე რომ უკრაინელებთან ვიყავით, ეს იყო 2014 წელი და შევასრულეთ უკრაინის ჰიმნი. მეტნაკლებად ეს ქართული ასე რომ ვთქვათ ელემენტი. ხმებით ხო ასე რომ ვთქვათ და აი მაქედან წამოვიდა ეს ყველაფერი მახსოვს კიდევაც მაშინ 2014 წელს უკრაინის ტელეარხებმა გადააზიარეს ჩვენი ნამღერები რომ სპეციალურად იმღერესო ქართველებმაო ჰიმნი ჩვენთვისო. აი აქედან წამოვიდა შეიძლება ითქვას ეს შეიძლება. ბეჟანთან მეკნება მეკითხვა ზოგადად როცა ქართული სიმღერა, ქართულ სიმღერას შემოდის ხოლმე ცხოვრ რეპერტუარი, ხშირ შემთხვევაში ძალიან კრიტიკულად იღებს ამას ქართველი მსმენელი და რთულია რომ ეს ყველაფერი ისე მიაწოდო რომ მისთვის იყოს მისაღები. არ იყო ანსამბლში ორად გაყოფილი აზრი, როცა პირველად წამოვიდა ეს იდეა, რომ ხო არ ვაქციოთ თქვა ტრადიციად და დავიწყოთ უკვე ამაზე მუშაობა. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ბეჟანი ხო არ იყო წინააღმდეგი ამ პირიქით თქვა შენ მომხრე და ვინმე წინააღმდეგი ამას? არა მართალი გითხრათ, წინააღმდეგობა და ესეთი რადიკალური მიდგომები ძირითადად არ გვახასიათებს ვერტისტრალობით. პირიქით ერთმანეთთან აზრების გაცვლით, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, ასევე ჩვენი მეგობარი ფოლკლორისტების კომპეტენტური აზრის გათვალისწინებით, დავითი დამეთანხმება ხშირად დათოსაც აქვს ხოლმე კომუნიკაცია მათთან და არანაირი ნუ ეხლა არ არსებობს პროდუქტი შეიქმნას და არ ყავდეს იმას კრიტიკოსი, მაგრამ აქ არის ფუნდამენტალური კრიტიკაზე და რაღაც ისეთ დარღვევაზე საუბარი, რომელზეც
ჩვენ პრაქტიკაში პრინციპში არ ქონია შეიძლება ითქვას. არის ხოლმე რაღაც კრიტიკული მიდგომები, შეხედულებები, მაგრამ ყველანაირ სიახლეს ეს ბუნებრივად თან ახლავს და ამიტომ პრობლემა არის. ძალიან საინტერესოა. სამომავლო გეგმები რა არის თქვენი თუ გეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონცერტებს ან უშუალოდ ქვეყანაში? გვაქვს ხოლმე ხშირად, ну, პერიოდი იყო რაღაც გარკვეული, რომელიც განმავლობაშიც შეზღუდული ვიყავით, ზოგადად ეს კოვიდის პანდემიას გულისხმობ. ძალიან დიდი ზიანი მოაყენა ჩვენს სფეროს განსაკუთრებულად. თუმცა ეხლა ისევ წამოვიდა ეს ახალი ტალღა, ვიყავით ზაფხულში ჩინეთში, სადაც ჩავატარეთ ძალიან დიდ დარბაზებში ძალიან ლამაზი კონცერტები და დასამახსოვრებელი სანახაობრივი. და ეს მიმართულება ასევე გვაქვს გეგმაში, უახლოეს მომავალში, ანუ არის რაღაცა გარკვეული შეთანხმებები, გარკვეული მოლაპარაკებები, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენთვისაც უფრო გამოიკეთება და რაც შეეხება პროექტებს, ის პერიოდი, რაც დაგროვდა ეს იდეები, მთელი ეს ნააზრები, ეხლა ვცდილობთ რომ ამოვანაზღაუროთ და ახალი განახლებული ენერგიებით მოკლედ დავწუნებულებთ ძალიან მალე ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ თქვენგან, მაგრამ ახლა ისე ვერ გაგიშვებთ რომ კიდევ ერთი საინტერესო თქვენი სიმღერა არ შემოგთავაზოთ. ნაზავი, აი კი რაზეც ვისაუბრეთ, ხო მარია? ეს ერთ-ერთი ჩვენი ის იყო ექსპერიმენტი რა თქმა უნდა და საკმაოდ თამამი ექსპერიმენტი იყო ნავსიტყვის კარგი გაგებით, როდესაც ისევ და ისევ ამერიკული როკი გადავამყრედეთ. ვეცადეთ რა თქმა უნდა ქართული მუსიკალური ელემენტებით რო შეგვესრულებინა, მაგრამ იმდენად კარგად წამოიღო ენერგეტიკა უშუალოდ ეს ახალი დრამი მოყოლილს მოსმენილი ჯობია თქვენ შემთხვევაში და გთხოვთ რომ კიდევ ერთხელ ბატონო ჩვენ კი ამით გემშვიდობებით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ბედნიერ უქმეებს გისურვებთ ორშაბათამდე გემშვიდობებად დილო მშვიდობისა საქართველო და გიტოვებთ ჯეო ფოლკს